დასში გათენდა ისე ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაციმაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შელიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება დალევა დავიწყე მე. ხო და იმ დღეს მივედი სახლში მთვრალი. და არაფერი არ მახსოვს, გუშინ რა იმ დღეს, გუშინ შაბათს. სახლში მივედი მთვრალი, არაფერი მახსოვს რა ხდებოდა. ერთადერთი ტელევიზორი იყო გვერდ ოთახში ჩართული და თუ ვიმსჯელებ ის იმ ხმებით რაც მესმოდა ტელევიზორიდან, რაღაცა დიდი ამბავი იყო სამეგრელოში. იმიტომ რომ მთელი საღამო მესმოდა ნარმანია, მელია, ჰოლანდია, ბრაზილია. რაღაცა ხდებოდა სამეგრელოში ნამდვილად. ხო მართლა, ბრაზილიაზე გამახსენდა. როგორც კი წააგო ბრაზილიამ 7-1, ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქებში გამოვიდა მოსახლეობა, დაწვეს მანქანები, დალეწეს ავტობუსები, დალეწეს ვიტრინები, დაანგრიეს შენობები. ეს რა თქმა უნდა კარგი არ არის, მაგრამ ნახეთ რა ვიფიქრე, 4 წლის მერე მსოფლიო ჩემპიონატი არის რუსეთში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთიც შეხვდება გერმანიას, წააგებს 0-8 და მოსკოვის მოსახლეობა გამოვა და თავის ხელით დაანგრევს კრემლს. ამასობაში დასასრულს უახლოვდება ეროვნული გამოცდები. მე ყველა აბიტურიენტს მინდა წარმატება ვუსურვო და ჩააბარონ იქ, სადაც მათ უნდათ, დაამთავრონ 4 წელი, 5 წელი, შემდეგ წავიდნენ დასავლეთში სასწავლებლად, გააგრძელონ სწავლა კემბრიჯში, ოქსფორდში, სორბონაში, ჰარვარდში, პრისტონში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე გქონდეთ მათ შემოთავაზებები მსოფლიო კომპანიებისგან, იქ General Electric-ისგან, Siemens-ისგან, Toyota-სგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ უარი თქვან ამაზე ყველაფერზე, დაბრუნდნენ საქართველოში და მიიღონ მონაწილეობა ცეკვავენ ვარსკვლავებში. და კვირის ყველაზე საინტერესო ახალი ამბავი. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაიგო, რომ GDS-ზე კარგი ხელფასებიაო და თვითონ იწყებს იქ მუშაობას. გადაწყვიტა, რომ წაიყვანოს გადაცემა GDS-ზე, ახლა რა სტილის იქნება ეს გადაცემა წინასწარ არავინ იცის, მაგრამ მე რისი მე ვარ, რომ რაღაც დეტალები არ გამეგო და რამდენიმე დეტალს მოგახსენებთ ბიძინას გადაცემის შესახებ. SMS-ების გაგზავნა იქნება შესაძლებელი გადაცემის მსვლელობის დროს, აი სხვა შოუებში თუ კი SMS-ის ღირებულებაა 1 ლარი, ბიძინა ივანიშვილის გადაცემაში SMS-ის ღირებულება იქნება 5 ლარი, ოღონდ პირიქით აქეთ დაგიჯდებათ 5 ლარი, რომ გააგზავნით ერთ SMS-ს. შოუს, კარგ შოუს უნდა ბენდი და აი ჩემ შოუს აფორმებს არაჩვეულებრივი გუფილენდი. ბიძინა ივანიშვილის შოუს პირველ გადაცემას გააფორმებს Rolling Stones-ი და თუ Rolling Stones-მა არ გაამართლა, უკვე U2-სთან არის მოლაპარაკებული, ფულიც გადარიცხულია და იქნება U2. თუ არა, მერე Coldplay, ქსოვრელები ან ვიღაცა. კი ბატონო, გმადლობთ. ხო, ეხლა კიდე საინტერესო რა არის, გადაცემის მსვლელობა ხო მიდის, გადაცემა მიდის და უკან ფონად ჩვენთან ხო არის ქალაქი. ბიძინა ივანიშვილის გადაცემაში უკან ფონად იქნება დიდი აუზი. და თქვენ გონიათ ამ აუზში ზვიგენი იცურავებს და პინგვინი? არა, ეს ხო ძალიან ბანალური იქნება? არა. ამ აუზში გადაცემის მსვლელობის დროს ჩატარდება ევროპის ჩემპიონატის ფინალი წყალბურთში სერბეთსა და უნგრეთს შორის. გადაცემა დასრულდება ხოლმე ამინდის პროგნოზით, რომელსაც თვითონ ბიძინა ივანიშვილი წაიყვანს ამინდის პროგნოზს და იტყვის ესე.
ხვალ კახეთში იქნება სეტყვა, რომელიც გაანადგურებს მოსავლის 97%-ს. მაგრამ კახელებო, თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ, იმიტომ რომ მე 50 მილიონი უკვე გადმოვრიცხე თქვენ დასახმარებლად. ახლა კი ჩვენი ფოტოალბომი, მე და გუფი მოვამზადეთ ფოტოალბომი და ამ ფოტოალბომით მოგიყვებით რა სიახლეებია. გაუშვათ? ესე იგი, მოვიდა ზაფხული და შეგიძლიათ ქათამი აღარ შეწვათ და პირდაპირ ლეღვის ნახარში წაუსვათ. შემდეგი გია სურამელაშვილმა მკერდის საათი შეიძინა. შემდეგი ამ ფოტოს ქვია ღორგია. შემდეგი გავუშვათ. კაცი ვარ და ქუდში ვიცდი. შემდეგი თავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი. ხოთ? ნახეთ რა საინტერესო ფოტოა. ამ ფოტოს ქვია უთავო მდედარი. და შემდეგი ყველა ძაღლი და ღორი ჩემ ეზოში როგორ უნდა თამაშობდეს. ახლა სანამ მაგდა ვასაძე უკვე 5 წუთია ფიქრობს თუ ბატონ ბიძინას YouTube-ს არ მოეწონა ნეტა მერე ვისამღერებს თავის შოუშიო. გაგიგვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. ივლისს ძალიან საინტერესო ფესტივალი ტარდება ჩვენთან თბილისში და აი ამ თემაზე სასაუბროთ და დეტალებზე სასაუბროთ მე მოვიწვიე ძალიან საინტერესო ჯგუფი ამ ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე ჯგუფი The Jetbird. ხოთ? როგორ მიჯერებენ? აი ეს ზუსტად ვამთავრებთ ხოლმე. დიდი მადლობა, გუფი, დიდი მადლობა. შენ გაგიმართლა, შენ შეგიძლია ამდენი ხალხის მართვა და მე რო არ შემეძლო, აი მე და ეს ერთმანეთს. შენ არ წყავს ამდენი ხალხი, მოდი ასე ვთქვა. ერთმანეთს უყურებ. კარგი, Jetbird რას ნიშნავს? ეს არის მატორიანი ფრინველი. მატორიანი თხა. მატორიანი თხა. ოღონდ რომელიც დაფრინავს. ჩიტმატორა. ჩიტმატორა. კარგი, საინტერესო სახელია. ახლა მითხარით რა ფესტივალია? დეტალების შესახებ. ჯერ მინდა მოსაწვევი გადმოგცემ. დიდი მადლობა. ეს არის mutual relationship. აჰა. Open Air. 19 ივლისს 19 ივლისს რომელ საათზე? 7 საათიდან დაიწყება. ყველას გელოდებით, მოდი. ყველას გელოდებით ხუსტბაზე 7 საათიდან. იმედია ზოგიერთი სტუმარებით უკან არ წამართვებთ ამას გადაცემის არ წაგართმევთ. ასევე ქართველების გარდა ჩვენს გარდა იქნებიან ამსტერდამიდან დევიდ ლაბეი. ქართველი მონაწილეებიდან ვინ იქნება თქვენს გარდა? ჩვენს გარდა იქნება თოკა კაკაბაძე. აჰა. ჯორჯ მარველი, გაბუნია, დათო, ჩვენი მეგობარი ასევე. კიდე იქნება სტიმ ჰოლდი, ასევე ჩემი მეგობრები არიან. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ანუ რაღაც ესეთი ოჯახური ფესტივალი გაქვთ რა, სამეგობროს. შეიკრიბეთ და ჰოლანდიიდან და ციურიხიდან, შვეიცარიიდან დაგემატებეთ. კარგი, დღეს რა შევისრულებთ? დღეს ჩვენ ესეთი ეს კაცი რო არ ვალაპარაკეთ ფუტბოლში, მაგრამ არ გვაცალა. ესე ქვია, Want You So Bad Drop Slim Jim Blues. ანუ ერთმანეთში ნუ შენ უფრო იცი ეგ როგორ. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, როგორ არ ვიცი. მე რაფერი ვერ გავიგე, მაგრამ ვიცი. ოკეი, და შენც რო ასე არ გაგიშვა, რამდენი წლის ხარ? ჰა? 15. კარგი, სცენა დაუთმოთ The Jetbirds, გთხოვთ. I want you so bad. I want you so bad. I want you so bad. Pick
pick you up in the air. Girl, don't cut your hair. Girl, don't cut your hair. I want you so bad. I want you so bad. Hypnotized when you walk. Hypnotized when you talk. I want you so bad. I want you so bad. I want you so bad. I pick you up in the air. Shake your body, do it nice. If you stop me, I'll never be in your eyes. I never been full. Take it to side. Never been your bodyguard type. Never been wild all night. ახლა სტუდიაში მინდა მოვიწვიო ჩვენი სპეციალური სტუმარი ისრაელიდან ბატონი აბუშა ათანელოვი. გთხოვთ. მომძალეთ, აი ცოტა ასე დავდგეთ რომ ხალხმა დაგინახოთ. ბატონი აბუშა ათანელოვი, ჩვენი მეგობარი, არაჩვეულებრივი ქვეყნიდან ისრაელიდან, მე ვიცი რომ თქვენ საჩუქრით მოხვედით. დიახ. აბა გითხარით, ასაჩუქარია. მე ვთხოვ რომ ვანახოთ ეთერში ჩვენ ტელემაყურებელს ბატონი აბუშას საჩუქარი. დიახ და თქვენ მოგვიყევით რა ხდება, რა არის ეს კი ეს სილამაზე რას ნიშნავს? დიახ. მე მოკლედ გეტყვით ის ვერს დროს არ წაგართმევთ. დიახ. 12 წლის ვიყავი რომ მე თვითონ დავიწყე მუსიკასთან დაახლოება. დიახ. 12 წლის. დღემდე მე ვარ ახლა 84 წლის. რამდენის? 84-ის 2-3 თვე განსხვავება. და ამ დროში მე ჩემ თავს ვეკითხები
მე ბევრი გავაკეთე ბავშვობიდან ხალხის სიკეთესთვის, სიხარულების მიცემის, ჩემი სამშობლოს საქართველოსთვის. მაგრამ ეხლა აქ არავინა დარჩენილა და არც მე აპირებ. მე ის აბო აღარა ვარ, რას რომ წინათ გინახი ვარ, ვინც მოვიდა ყველა მიდის. აქ დარჩენი მეც არა ვარ. ამისათვის გადავწყვიტე რომ ჩემი ხელით ნაკეთები ეს ყველაფერი, ჩემი ფანტაზია, რომ მე როცა წავალ არ უნდა რომ, მაგრამ ეს დიდხანს დარჩეს სააბახსოვრო ჩემსგან თქვენს სატელევიზიო ორგანიზაციას. დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი. საჩუქარი ბატონი აბუშას ხელით გაკეთებული სპეციალურად ისრაელიდან ჩამოგვიტანეთ. დიახ. ძალიან დიდი მადლობა. დღეს რა შეგვისრულებთ? დღეს მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ერთ აი რომელიმე ამოვარჩიეთ. მაგრამ ამორჩეული მაქვს და ვთხოვთ. კი ბატონო, მოგიაშით გისმენთ. ბატონი აბუშა ათანელოვი, ვთხოვთ. განქიადი იქნება. დიდი მადლობა თქვენ, ძალიან დიდი მადლობა საჩუქრისთვის, ძალიან დიდი მადლობა და ღირსი ხართ და მეთო გავაკეთე. დიდი მადლობა და გისურვებთ რომ 184 წლის გამხდარიყავით. ისეთ რა. არ გეტყობათ არაფერი. ერთი რამე უნდა იცოდეს ადამიანმა, რამეს რო პირდება ადამიანს, ის უნდა შეასრულო და მისოდეთ თუ მე არ შევსრულდები, მაგრამ მოვა და გეჩილებ შეთა რატომ მე არ შემისრულდა 99. მიჩილე, მე აღარ ვიქნები და მიჩილეთ რამდენი. მათო შორექები საკეთ ამინდა. გაიხარეთ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მადლობა და მივესალმოთ ბატონ აბუშა ათანელოვს. მადლობს. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ Georgia is the new European country and one was say man and I can say never yes of course. რუბრიკის სტუმარია ნუგზარ რუხაძე, გთხოვთ. სოფლიო ჩემპიონატს თუ ადევნებთ თვალს? აბრაშვები. ვის გულშემატკივრობდით? ესე იგი, რა ვქნა, ბრაზილია. აქ დავამთავროთ ამ თემაზე საუბარი. რა ვქნა? დიდი მადლობა. ვერაფერს ვერ იზავთ. რა ქნათ თქვენ და ლუიშ ფელიპე სკოლარიმ. შეგიძლიათ რომ რამდენიმე ფრაზა გადამითარგმნოთ ინგლისურად. მე ამოწერილი მაქვს ქართულად. რა მაგალითად? კი ბატონო. მესიმ კლასის ხარჯზე მოატყუა მცველი.
ვითხა კიდე თავიდან ბოლომდე გაიგე? არა, ეს ერთი რეპორტაჟს გაიკეთებ. რეპორტი ბატონო. ვითხარი თავიდან. მე იმ კლასის ხარჯზე მოვატყვა მცველი. მსაჯი სიგნალიზირებს. თუ გერმანიამ არ წააგო ეს თამაში, მაშინ წააგებს განა და რატო ლაპარაკობს სანდრო ცნობილაძე სისულელეებს. Okay, გაგიკეთებ რეპორტაჟი? Yes, of course. Messi made a false move. The referee gave a sign, and if Germany loses the game, then Ghana wins the game, then Ghana is the loser. And why Sandro is talking absurd in the Absurd. in the Absurd. Why is Sandro talking nonsense on the air? Okay. ნერვები მომიშალა არგენტინა ჰოლანდიაზე მაგას მიყავდა. აი, არ უნდა მოგესმინა. Hello, ვერ ჩაუწევი მას. მართალია, ჩაუწიე რა. ჩაუწიე, ჩარტე მუსიკა. არ ეწევა ხმა ჩემთან და მუსიკაც არ ამაქვს. კარგი. ახლა მინდა პირველ არზე კითხოთ. პირველ არზე? ხო, საზოგადოებრივ მოუწყებელს. რა შუაში ვარ? ხო არ დაბრუნებას ხო არ აპირებთ პირველ არზე? იცი რატო გეკითხებით, სულ მოხუცები მუშაობენ და ოთარ ძირფასო პირველი არხიზები თქვენ ახალგაზრდა მიხვდებით უმწიფარი ვარ კორფა ვარ უნდა ვისწავლო რაღაცა მოიცარა ადრო ჩემი პირველი არხია ესე იგი ბრაზილია მოვიარეთ ეს თქვენი ტკივილია თქვენ ფლობთ უამრავ ენას უამრავი არ და 6 ვიცი რა 6 ენა ვიცი ცოტა ხო რა ენები იცით ჩამოგვითვალეთ ქართული ხო ვიცი ეტა რას მე ყველა მიცის რუსული ყველა მიცის ყველა მარიცის ქართული ინგლისური იტალიური ფრანგული და ესპანურს კიდევ აჩალიჩებ რა კარგი კითხვა შემილია ესპერანტო ესპერანტო მაგ ნაცვალები ესპერანტოზე რო იცოდე ახალგაზრდობაში ქართული ყველა მიცისო ეს ნამეტანი მოგივიდათ მეტი ხო რაღაც მეტიქება მომივიდა ყველა მარიცის ქართული მეტიქება მომივიდა ერის საქართველოში ყველა ქართული არ იცის ახლა რა არის ეს თქვენი ენების ცოდნა მე მგონია რომ იყო ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი და კარდინალური ფაქტორი ვაფრქვევს სიტყვებს ახლა კ-ზე ვარ ენციკლოპედიაში ხო კარდინალური ფაქტორი იმიტომ რომ თქვენ რომ გამოეშვით ცეკვებიდან ახლა რატო ის ჩერტკოევი რომ აბდაუდას ლაპარაკობდა იქ არავის არ უნდა გაეგო თქვენ ეს გესმოდათ აუ როგორ მიხდი რა უთარგმნიდით მონაწილეებს და გამოგაბუძულეს ჩემი არ იყოს მე მეგონა კიდე არ გავიდოდა ხმა ამაზე რა მაინც მოხდა არა და ხო იცი იმ დღეს სამიან რო დამიწერა თუ გახსოვს როგორ არ მახსოვს გამოვიდა ვიპოვე იმ დერეფნებში ერთი შუა ნიუ-იორკში რო ჟარგონით ლაპარაკობენ იმისთანა მივაყარე რა არ დააყო პირი სად ვიყავი ეგ როგორ არ ჩავწერე რა ეგ ისე რატო გადაწყვიტეთ თქვენ ასე კარგად ინგლისური სწავლა აუ მაგარი ძალიან სერიოზული შეკითხვა რა მე კი არ გადავწყვიტე მშობლებმა გადაწყვიტეს ეგა და ჩემებაც გადაწყვიტეს მაგრამ მე მესამე კლასში ვიყავ მაშინ ოთარ მესამეში და ახლა მანდ მოდაში მაშინ არ იყო ენის სწავლა და პრინციპში მშობელი რომელიც ენას ასწავლიდა ინტენსივურად ცოტა საეჭვო იყო გადმონაშთი ხო შეიძლება დაეჭიროთ კიდევაც მაგრამ გადავრჩით ლეგენდა იცით თქვენ რადგანაც ახლა ცეკვები ვახსენეთ და მე არ გეთანხმებით რომ მე თქვენზე ალესილი ვიყავი ლეგენდა იცით თქვენ ჩერტკოევის შესახებ არა რაზე ლაპარაკი ასეთია რომ ჩერტკოევი ბავშვობიდან ბევრს ცეკვავდა თურმე ცეკვავდა მახსოვს ბევრს ვარჯიშობდა და ბოლოს ისეთი ამპარტავანი გახდა და ისე აუვარდა თავში რომ ცეკვის მუზა ტერფსიხორასაც კი გაეჯიბრა ცეკვაში ამაზე ღმერთი გაუწყრა და ენები აურია აი რა უდა რა რა თუნდოდა სხვისი ტერფსიხორა სახში არა ყო ტერფსიხორა საკუთარი მშვენიერი მაგრამ მე მგონი ესე იგი ამ ლინგვისტური დომხალის სინდრომით ისიც დაავადა რა დაავადა იმასაც გადადო ლინგვისტური როგორ ბრძანეთ ლინგვისტური დომხალი ბატონო თქვენ უცხოეთში ხო გიმუშავიათ მაშ ძალიან ბევრი მოგვიყევით რა ქვეყნებში იყავით 72 წლიდან 30 გავატარე საზღვარგარეთ 30 ძირითადად ამერიკა არა მე ვცხოვრობდი ნეპალში ეგვიპტეში ინგლისში ამერიკაში ინდოეთში რავი სადაც ვცხოვრობ ნეპალი კაი ქვეყანაა გუფის ნეპალი დავიწყე ხო პატარა ბიჭი ვიყავი 22 წლის ვიყავი როცა და ძირითადად ჟურნალისტი იყავით არა მე ვიყავი ძირითადად მე საბჭოთა მისიებში მუშაობდი რა ანუ დიპლომატი უფრო ხო დიპლომატი თავიდან დიპლომატი ამერიკი მოგვიანებით მაგრამ ნეპალში მუშაობდი შაქრის ქარხანაში სიგარეტის ფაბრიკაში ქსების მშენებლობაზე
აგროიარაღების ქარხანაში და ასე შემდეგ, გზის მშენებლობაზე. ეს იყო თარჯიმანი ვიყავ რა, ინგლისურ რუსული ენის თარჯიმანი. რამე მოსაწევი ხო არ შემოგჩათ ნეპალიდან? ეგეთი რამები იყო. ხო და რაღაცა ხო რაღაც შემთხვევით. იყო, მაგრამ ადამიანს რო გიხარ ეტანებოდი არა, მაგრამ იყო ეს. არ ჩვენც არ ვეტანებით დარგვა. მანერა მოწევის კიდე იყო სუსხანაერია რა. ეს პატარა როგორი სიგარეტებია, იცი, თამბაქოს განკეთება სიგარეტი, ესე ამოჩრენ ესე პირში, გაიგე? და ესე მოკიდე და გადაყლაპავენ და მაგრამ ძალიან მწარეა რა. მხოლოდ თამბაქოშია, მხოლოდ თამბაქოა, ქაღალდი არა აქვს. ადგილობრივი სიგარეტი ეგეთი. ასე და მაგარი იქნება. ძალიან მაგარია. მოგიწევია თქვენ. ეხლა ეწევით? კი, მომიწევ. არა, ეხლა სადამ აქ მაგის თავი. სიგარეტზე არ გეკითხებით? აბა? პლანს? ხო. პლანს არ მეწევ, იმიტომ წამაქცევს რა თმინდა რა. რაღაცა. მაინც ასე ვთქვათ, გასაგებია რომ ბევრ ადგილას მუშაობდით, მაგრამ ჟურნალისტიკაშიც გამოცდილი ხართ. ძალიან. ჟურნალისტიკაში მაგ ერთგვარი გამოცდილი. ერთგვარი არა, ძალიან დიდი, მოდი. არის, რაღაცა. მე მინდა კითხოთ, როგორც გამოცდილ ადამიანს. რას ურჩევდით დამწყებ ჟურნალისტებს და პირადად ბიძინა ივანიშვილს? დამწყებ ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, ურჩევდი რომ თავისუფალ დროს გადაშალონ წიგნი. არა, ბატონ ბიძინას ვეტყვი რომ ბატონ ბიძინა, ნუ გეშინია, მიდი ხო ისი ხალხი რანაირია, შურთ შენი, შურთ. აბა? არა ვშავს. არა ვშავს. წნევა ხوار გაგიზომოთ. ნახე, გავწეთი. შურს, რატო შურთ ნეტავენ, ჩემამდე არ დადის რა. ტელევიზორში რო იქნება ემიტო. ხო? ანუ მე და თქვენი შურთ? აბა რა. კარგი. ყველა ქვეყანაში თავის ადათ-წესებია, წესჩვეულებები, ტრადიციებია, ეგრეთ წოდებული. ყველაზე უცნაური სადგინა, აი ყველაზე უცნაურ ტრადიციას სად გადააწყდით? რა გაგიკვირდათ ყველაზე ძალიან? რა ვიცი, რაღა არ მინახია, აი იგივე ნეპალზე ვლაპარაკობდი, მაგალითად მინახია ფანჯარაში დასმული პატარა ბავშვი, რომელიც ღმერთად არის მიჩნეული და ეთაყვანებიან მაგალითად. ფანჯარაში დასმული ბავშვი. და მე თვითონ აი მაგალითად სადი ნეპალში გასართობი დიდი არაფერი არ მქონდა და სადილის მერე ვერთობოდით გველის და მანგუსტის ჩხუბით და ნაძლებს ვდებდით. ისი მოიგებდა. მანგუსტი ხო ისი ახლა. ობრა აქეთ და მანგუსტი აქედან და ნაძლებს ვდებდით. კაცო, ფული იხარჯებოდა მაგაზე. და წაგებულს დესერტად მიირთმევდით. არა, მაგრამ ხშირად მანგუსტი ერეოდა. ხშირად მანგუსტი ერეოდა. კი. ის ცნობილი ის რო არის რიკიციკი, რა ქვია იმას? რიკიციკი, რიკიციკი დაო, მანგუსტი რო ჭამს ერევა კობრებს. კარგია. ისე ტარზანი მოერევა თუ აძინოკი ვოლკი, თქვენ როგორ გონიათ? აუ არ მინდა რა აძინოკი ვოლკი. ტარზანი მოერიოს რა. ტარზანი მოერიოს. მაგრამ რა დაუშავა აძინოკი ვოლკმა ტარზანს? არაფერი მაგ. არაფერი. მაინც მოერიოს. მაინც მოერიოს. თუ შეხვდებიან სადმე მოერიოს. კი ბატონო, ქართული ადათების გიყვირთ რამე? აი ყველაზე მაგრამ მეკვირს და მამახსოვრდება ეგზიტ პოლების მერე დაჭერები. აჰა. ეგზიტ პოლი რო დამთავრდა დაჭერები ეგრევე. ეგრევე, ეგზიტ პოლის მერე. რუბრიკის სტუმარი იყო უნიჭიერესი ადამიანი, რომელსაც მე ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ასე იქნებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ არაჩვეულებრივი და ძალიან მაგარი იუმორის გზნობაც ქონია. ბატონი ნუგზარ რუხაძე, დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ, სანამ ჯამრთელად არის მოვიწვიეთ, თორე არგენტინა რო ჩემპიონი გახდეს, გული დაარტყავს, რო ვერ გახდეს მაინც და რუბრიკის სტუმარია სანდრო ცნობილაძე. გთხოვთ. სანდრო ცნობილაძე, მეგობრებო, ჩემი მეგობარი, პოპულარული ტელეკომენტატორი, სპორტული. როგორ გინდოდა რომ ობიექტური ყოფილიყავი და როგორ არ გამოგდიოდა ნახევარფინალზე, როგორ მშვიდა წყნარად და არგენტინა რომ მივახდებოდა დაარტყა! არ გამოგდიოდა, არა, მაგრამ გილოცავ მაინც. მადლობა, გილოცავ ასევე შენი საყვარელი გუნდის მეოთხედ კი არა და ნახევარფინალში გასვლას და ღირსეულ მეტოქესთან ღირსეულ წაგებას. გენაცვალე შენ, გენაცვალე. აი ესე
ხმატყვილებული ურთიერთობა გვაქვს მე და სანდროს. დიდი მადლობა რომ გვესტუმრე და მოხვედი. მსუქანი მინაშვილი ვერ მოვიდა, იმიტომ რომ სხვა კონტინენტზეა და მიყავს დღეს ფინალი არგენტინა-გერმანია, ან გერმანია-არგენტინა, რა მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება უნდა ყოფილიყო კიდე ჩვენთან ერთად ლაშა დვალიშვილი, მაგრამ დვალიშვილმა დამირეკა და ვერ მოვდივარ, დღესო ექსკურსიაზე მივდივართო. ხო და ეთყობა იმ ექსკურსიაზე დასალევი მიაქვს და რაღაც ეგ ხო ლოთია. თევზაობს თან. ხო, თან თევზაობს და ისე საფრანგეთის გულშემატკივარია და მე რო ვიყო საფრანგეთის გულშემატკივარი, რომელიც 4 ხეულშიც ვერ მოხვდა, რაღაცას მოვიფიქრებდი, ხო. ნუ მინაშვილი უფრო ცუდ დღეშია ბრაზილიის გულშემატკივარი, მაგრამ დავანებოთ ზოგადად რა სიტყვია ამ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 სიტყვით, ხო? ძალიან უცნაურიაო ამბობენ და შენ როგორ ფიქრობ? ერთ რამეს ვიტყვი. Vamos. აი ამას ვიტყვი მე პირადად. Vamosო. ეს არის ის ჩემპიონატი, რომელზეც ბევრი ლაპარაკობს, რომ არ მოწონს ნაწილობრივ ამ კატეგორიას ვეთანხმები და არის მეორე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ეძახიან მოწონს. ეს ორი ჯგუფი ძირითადად იშვიათი გამონაკლისის გარდა თავის ანტიპატიას, სიმპათიას გამოხატავს მაშინ, როდესაც მათი ნაკრები თუ გავიდა სადმე, მაშინ ეძახიან არ მომწონს. თუ გავარდა, მაშინ ეძახიან არ მომწონს. თუმცა არის აბსოლუტურად ობიექტური ადამიანები, რომლებიც არგუმენტირებულად საუბრობენ რატომ მომწონს და რატომ არ. რა თქმა უნდა, ობიექტური ადამიანები, ვინც გულშემატკივრობს, მაგალითად შვედეთს. კი, ჰონდურას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგი, ქვენგან კომენტატორებისგან ყოველთვის ითხოვს მაყურებელი ესეთ ემოციას. ხო, წაყვანის დროს. ხო, ყოველთვის არ ახარ ემოციურად განწყობილი, ხო, ზოგჯერ უნდა იყოს რაღაც პრაგმატული, ობიექტური და შემდეგ. მე მაქვს ესეთი აი რომ თანაწამყვანები რომ მიყავთ ხოლმე, მომავალში რომ დაგეგმოთ, რომ ინგა გრიგოლია რომ მიიწვიოთ მაგალითად. თუ ემოცია გინდათ, ვინ მოიგებს 90 წუთში? დაელოდეთ. აი ესეთ რომ წაიყვანოთ. ან ეკაბესელია. ეკაბესელია წამყვანი, ის ემოციური ხალბად. იცი არის, შენ კიდე ხო ხარ მინაშვილს რთულია მოთხოვო ემოციურობა. იმიტომ რომ ბიჭ მთელი წელი მიყავს საქართველოს ჩემპიონატი. არა, მე ახლა როგორ შეიძლება ემოციური თქვენც რა დიახ საქართველოს ჩემპიონატში არის ხოლმე რაღაც თამაშები, რომელიც ეხლა მთლად ესე ხაზს ნუ გადაუს. ესე წაწაღებული არ არის ჩემპიონატი. იმიტომ რომ რამდენიმე თამაში არის ხოლმე საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც მართლა საყურებელია და მაგალითად ნუ ერთ-ერთი მაგალითად იყო ბორის ბაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე. დინამო სადაც იყო თამაში თქვი, თამაში. დინამო ტორპედო ქუთაისის. იყო ძალიან კარგი თამაში, რომელიც აკმაყოფილებდა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩემი გემოვნება იქიდან გამომდინარე, რაც მე თვალყურს ვადევნებ საქართველოს ჩემპიონატს, ჩემი გემოვნება ამ თამაშმა დააკმაყოფილა 100%, რისთვისაც მადლობა იმ პერიოდის ქუთაისის ტორპედოს, როდესაც იგი თბილისში ჩამოვიდა და ითამაშა დინამოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ ფეხბურთი ხო ორი გუნდის თამაშია, ახლა ერთმა თუ არ ითამაშა და მე კი, ფეხბურთი არის, კი, ორი გუნდის თამაში, რაც დაამტკიცა ბრაზილია-გერმანიის ნახევარფინალში. კი, ეგეც არის. ეგეც არის. ესე იგი ჩემშია პრობლემა, მე ვოდიშს ვიხდი, ხო, არტყობა მე ვერ ვნახე ის თამაში, იმიტომ რომ მე ტორპედო ქუთაისი არ მინახავს მეგრელაძის მე. რამდენიმე ეს მოვამზადე ესეთი პირადული შეკითხვა მინდა დაგისვა ერთგვარი. არ არის პრობლემა. ხო, ვიცი რომ შენ ისეთი გულღია ბიჭი ხარ. რეპორტაჟის დროს სიგარეტს თუ ეწევი? კი. ბევრს. კი ბატონო. რეპორტაჟის პარალელურად თუ გითამადია? არა. საერთოდ არ მითამადია, ვერიდები ხოლმე ასდრამ. ისე თუ დაგილევია? კი. საერთოდ არა, რეპორტაჟის დროს. არა, რეპორტაჟის დროს არ დამილევია. შაურმა თუ გიჭამია რეპორტაჟის დროს? ვერ ვკაჩავ. ვერ ხაჩავ შაურმას ზოგადად. ზოგადად. მით უმეტეს რეპორტაჟის. არც ლარნახევრია ანს? არა. კარგი. სექსი თუ გქონია რეპორტაჟის პარალელურად? არა. არც ბრაზილია-გერმანიის დროს? ბრაზილია-გერმანია მე არ მიყავდა. ხო. მსუქანს მიყავდა. ხო. იმას თუ გონდა რამე არ ვიცი. კარგი. ფეხბურთის ყურებისას რთულია ესეთი ემოციის შეკავება. მაგრამ აი კომენტატორი და ტელემაყურებელი ერთი განსხვავდება იცი ერთმანეთისგან, რომ აი
მაყურებელს, ტელემაყურებელს შეუძლია რომ რაღაცას არ მოეწონება, იქ რაღაც ამ პენალი არ დაიდო, ან საჯიშეთთან ვიღაცამ ცარიელ კარში გოლი ვერ გაიტანან, რაღაცა ხო შეუძლია, ხო წამოდგეს და ფუ შენი დედა შეუძლია ეს. მე ვიპოვე მაგის იდეალური კომენტატორისთვის. როგორ აბა? რომელი თამაში იყო? არგენტინა-შვეიცარია. ჭკუიდან გადავედი საბელიას გამო. შენ დაწვეული ხარ რომ აქ თამაშზე გადახვედი ჭკუიდან? არა, საბელიას ასე ვთქვათ, ცუდი მოქმედებების გამო და როდესაც აი დამიდგა ის მომენტი რომ მინდა რომ და საშუალება არ მაქვს, იმიტომ რომ მიმყავს. ამიტომ ყველა კომენტატორს ურჩევ მარკერი ავიღე და ფურცელზე დავწერე ყველაფერი ის, რასაც საბელიას ვფიქრობდი იმ მომენტში და ამითი აი გავთავისუფლდი რა, რომ და იქ რეები ეწერა, ეგ საეთეროდ არ ითქმის. ხო არ წამოგიღია ის ფურცელი? არა, არ წამომიღია. ხო, პრინციპში ესეც ხო შეიძლება რომ დაუშვათ რაღაც არ მოგეწონა. გამორთე ხმა. იგრძნობა. მოიხსენი. შენი. კუთხურს აწვდის არგენტინა. არა, კი, ეგეც შეიძლება, მაგრამ იგრძნობა მაგ შემთხვევაში ხდები, ანუ მე ზუსტად მიხვდება ახლა მე ტელემაყურებელი ვინც უყურებს იმას, რომ აი ამან ეს გააკეთა, გამორთო, ხო? და ნუ რაღაცა ხო არის შუალედი, სადაც უნდა დაიცალო. ხო? აი ეს შენ დაიცალე ფურცელზე. მე დავიცალე ფურცელზე, თან პარალელურად რაღაცა იქ ხდებოდა აუცაწუდი, თუ რაღაცა კარგი მომენტი ჩავარდა რა, ანუ არაფერი არ ხდებოდა, ბევრი საინტერესო და მე აი ეს წერდი, ჩხაპნიდი მეთქი. გადააგდე ის ფურცელი? არ ვიცი, მე მგონი კი რა, იმიტომ რომ მე ვაფშე ვსპობ ხოლმე საერთოდ იმეებს, რა ქვია, ფაქტებს მე რა, რომ მე არ დამიდოს ვიღაცამ და არ მითხოს შენის კაცი არა ხარ საბელიას რო აგინებდიო, არანაირად ხდება. საბელიას გინება როგორ შეიძლება. კომენტატორებს ძალიან გიყვართ სტატისტიკა. აი მაგდასაც უყვარს სტატისტიკა, სულ მირეკავს ხოლმე ოთარ, რამდენი კუთხური იყო, ჰონდურასი საფრანგეთზე დამირეკა, რამდენი კუთხური იყო და მე რაღაცები ამოვიწერე, რომ შენ იცოდე ხა ვიღაცამ რომ შეგეკითხოს კომენტატორი კაცი ხარ, დამჭირდება კი. დაგჭირდება. აი, ნახე, ძალიან საინტერესო სტატისტიკა და გამოიყენეთ სადაც გნებავთ. ამოწერილი მე ამას ზეპირად ვერ დავიმახსოვრებდი. უკანასკნელი ერთ თვის განმავლობაში საქართველოში დაილია 3.343.104 კათხა ლუდი. ეს თეთრი. შავს და გაუფილტრავს მომაწვიან მოგვიანებით. ხო, თან გაითვალისწინე რომ ჩემი ძმა დიეტაზია, თორე ეს ციფრი გაორმაგდებოდა. ამ შავთან და გაუფილტრავს აკავშირებით, ლაივ სტატისტიკა მოგდის თუ ისეთ ლაივ რეჟიმში მოდის. შემდეგ, ანუ უტყუარია. ხო, 25 ივნისს საქართველოში დაიბადა 53 გიორგი 76 სავაში. და 121 ხამეს როდრიგეს. ეს სტატისტიკას ლაივში მოგდა. თან პირდაპირ ასე დაარქვეს. ხამესი კი არ დაარქვეს ბავშვი. ხამეს როდრიგე, აი მაგალითად, ხამეს როდრიგეს ცნობილაძე. ჩვენიერი. ხამეს როდრიგეს. ლაივში მე ხო შეკრული ვარ სამშობიაროებთან. ყველა და რო გაჩნდებოდა ბავშვი რა დაარქვეს? სავაში. რა დაარქვეს? ხო. და გაჩნდა კიდე 7 დიდებული საუკუნე. ასე დაარქვეს ბავშვს, პირდაპირ ბავშვს. დიდებული საუკუნე, დედიკო, ამოდით, ამის დროა. კარგი. შემდეგ, ხო. უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში, სანდრო, 259.134 ადამიანს გაუსხა ერთმა გუნდმა. ეს როგორ იყო? ანუ ბევრი გუნდი ეწერა თუ ერთი გუნდი ეწერა და იმას გაუსხა? აი ეს იცი რა კატეგორიის ხალხია 259.134 რომ გადაბმული თამაშები 3-4 და ერთმა გუნდმა გაუსხა რა. ეხლა რომელი გუნდი იყო ეს ძალიან რთულია, ზოგს რაზე ედო, ზოგს რა. არა დათვლადია. რა თქმა უნდა. ისე ახლა ნუ დღეს არის ფინალი, მე შენ დიდი ხანი არ გაგაჩერებ, უნდა გაგიშვა, იმიტომ რომ უნდა უგულშემატკივრო რომ შენ არგენტინას. მე ობიექტური ვარ, ვიქნები ობიექტური და არავის ხარეთ უბრალოდ ვიტყვი რომ ერთ ფრაზას ვიტყვი მხოლოდ რომ მესი იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონობას და ამაზე კარგი შანსი შეიძლება მას არასდროს აღარ მიეცეს თორე არც გერმანიას ვერჩი არაფერს და არც ასე ვთქვათ ჰონდურას და არც არავის მართლა ყველა გუნდი კარგი იყო იგივე იტალიაც და ინგლისის გულშემატკივრებსაც ვეტყვი რომ მოვა ევროპის ჩემპიონატი ესპანეთის გულშემატკივრებსაც მაგას ვეტყვი რომ ეს გუნდები ისევ ფავორიტები იქნებიან და კაცმა არ იცის როგორ რა და როგორ იქნება 9 რიცხვში 9 ივლისს იყო არგენტინის დამოუკიდებლობის დღე.
ეს არის ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს პირველმა დამოუკიდებლად. უკრაინის მერე. შორეულ. შენ 21-ში ამბობ. კი ბატონო, 1918-ში ამბობ. 18-ში ამბობ. და შესაბამისად 9-ში იზეიმეს მათ დამოუკიდებლობის დღეს. 1918-ში რა გვჭირდა მაგაც აღიარებები? ჭირდა. კაი. ხო და მესიმ შენ ხა მაყურებელს აბავრო შენ მხარეს იყოს თუ? არა, უბრალოდ რას ჩალიჩობ მაინდა? ინფორმაცია. ინფორმაცია კი ბატონო, მოგვაწევ. ნეიტრალური ხალხი გადმოვიბირო არგენტინელების საგულშემატკივროდ, ასე ვთქვათ. კი ბატონო, კი ბატონო. და მესიმ თქვა რომ ეს დღე უნდა შევიდეს ისტორიაშიო. მიუძღვნი საქართველოს ამ გამარჯვებასო, მესიმ. არა, საქართველოს არ მიუძღვნა, არგენტინას უძღვნიო ამ გამარჯვებას. რაღაცა კავშირი ხო გვაქვს ხალხმა ამათთან. გამომდინარე ისტორიიდან და თან ახლა მესი ყველას უყვარს საქართველოში. ძალიან ჩახლართა, ძალიან ჩახლართა. ისეთ ადამიანებსაც კი უყვართ ფეხბურთს რო არ უყურებენ და იძახიან მესე. მესე. მესის მაგივრად. უგულშემატკივრად. უგულშემატკივრად, ვინც გინდათ იმან მოიგოს, მაგრამ მესი იმსახურებს ნამდვილად სოფლიო ჩემპიონობას, ისევე როგორც ტომას მიულერიც. იმსახურებს. იმსახურებს, კი. მოგეხსენება ჯგუფურ ეტაპზე სუარესმა უკბინა კიელინის. და რამდენიმე პოლიტიკოსი ჩავწერეთ, ვინ რა აზრის არის ამ კბენაზე. არ გაინტერესებს? ძალიან. ხო, ანუ ესე იგი სუარესმა რო უკბინა კიელინის, როგორ აღშფოთდა ჩვენი პოლიტიკური ელიტა. გთხოვთ. შესაძლებელია რიგ შემთხვევაში წავაგეთ კიდევაც, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხდება სამართლიანობის სამართლიანი და სამართლებრივი აღდგენა. გააფრთხილეს არაერთხელ, მაგრამ მაინც ფისკალურ დარღვევას ისამას პასუხისმგებლობაში უნდა მიეწეს აუცილებლად. აქ მორატორიუმი და ეს მოგვინა უნდა შვილოს. პირადად შევხვდი, ის ამბობს რომ თავს გწდობს ძალიან ხნედ, აგრძელებს ბრძოლას, თავს მიიჩნევს დევნის მსხვერპლად. მოპყრობასთან და პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი საჩივარი და პრეტენზია არ აქვს, ამბობს რომ არის ნორმალურ პირობებში. დღეს მოვიდა სრულიად საქართველოსათვის სასიხარულო შეტყობინება, რომ ჰააგის ტრიბუნალში დაწყებულია მასალების სერიოზული შესწავლა და უახლოეს ხანში გადაწყდება საქმის აღძვრისა და გამოძიების დაწყების საკითხი. აი და შეიძლება რეზიუმე ასე თქვათ. ეს ბოლო შტრიხი გაავლო, შენ რა სიტყვია ამასთან დაკავშირებით, ამ კბენასთან დაკავშირებით. ახლა სუარესი რო უნიჭიერეს ფეხბურთელია, აქ ორი აზრი არ არის და მაინც რა არის ეს რაღაც რა გამგააცოფა გაც. მე შევხვდი სუარესს. იკბინა შენს? არა. და მითხრა რომ ყველას მინდა ბოდიში მოუხადო, იმათაც ბოდიშს უხდიო, ვისაც აქამდე უგბინეო, იმიტომ რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მესამე იყო და ეს თლად ჩემი ბრალი არ არისო. ესე მოსდგავსო. ჩემ გვარსო, რომ ვიკვინებიანო, სუარესებმა ესე ვიცითო, რომ სულ ვიკვინებითო და ჩემმა დიდმა პაპამო ურუგვაის პირველ პრეზიდენტს უკბინა. კი. და ამიტომ ეს გენში გვაქვს და რა გავაკეთო, სხვა შორის ბარსელონაში გადავიდა. გადავიდა ბარსელონაში, კი ბატონო. ბარსელონა ცალკე თემაა, მე ვთვლი რომ სანჩესი არ იყო გასაშვები, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. სამაგერო და მკბენარი ყავს. მკბენარი ყავს. ეხლა და გეშინოდეთ ყველას, ბარსელონაში შეხვდებით. მესის ცალკე და მკბენარის ცალკე. მოკლედ, ეს იყო რუბრიკა, სანამ ჯანმრთელად არის მოვიწვიეთ, თორე არგენტინა რო გახდეს მსოფლიო ჩემპიონი, გული დაარტყავს, თუ ვერ გახდება, მაინც დაარტყავს. ასე რომ არ უყურო შენ დღეს ფინალს. არა. და რუბრიკის სტუმარი, ჩემი მეგობარი, პოპულარული, უნიჭიერესი ტელეკომენტატორი, სპორტული ტელეკომენტატორი სანდრიკა ცნობილაძე. მადლობთ.